ვინაიდან ხვალ საქართველოს თვითგამოცხადებულ პარლამენტს დანიშნული აქვს პრეზიდენტის დანიშვნის პროცედურა, პრეზიდენტის არჩევნებს კი ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში დანიშვნის პროცედურა, აუცილებელი არის საზოგადოება მიცოდეს, რომ მორიგ უკანონობასთან და ანტიკონსტიტუციურ ქმედებასთან გვექნება საქმე. და ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს ხვალ პრეზიდენტი. ეს თავისთავად უზარმაზარი პრობლემაა, როდესაც არავის მიერ აღიარებული არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს უკანონო მოქმედებების სერიალს. მაგრამ ამ შემთხვევაში დამატებით თავად პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მორიგ ჯერზე დაარღვია კონსტიტუცია და დაარღვია საარჩევნო კანონი. კერძოდ საქმე გვაქვს რასთან? საქართველოს კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევისთვის აუცილებელია არსებობდეს 30 დღიანი ვადა. მე ხახ მუხრების ციტირებას არ დავიწყებ, თუმცა ყველას, ვისაც აინტერესებს, შეუძლია ნახოს შესაბამისი მუხრების საარჩევნო კანონმდებლობის. აუცილებელია არსებობდეს 30 დღიანი ვადა და ყველა ხვდება ალბათ, რომ ეს იმისათვის არის, რომ საარჩევნო კამპანიისთვის კანდიდატებს ჰქონდეთ შესაბამისი დრო, რომ აწარმოონ ეს საარჩევნო კამპანია. საქართველოს საარჩევნო კოდექსში არის ერთადერთი შემთხვევა გათვალისწინებული, როდესაც განსხვავებული ვადები შეიძლება დაადგინოს CESCOM და ეს შემთხვევა ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია და არსებობს გამონაკლისი შემთხვევა და შეუძლებელია ვადების დაცვა, შესაძლოა რომ სხვაგვარი გრაფიკი განისაზღვროს. საქართველოს პარლამენტს თავის დადგენილებაში, რომელიც ესეთია, მოკლე, უბრალოდ არის თარიღის დადგენის შესახებ, არც ერთი სიტყვით არ უთქვამს, რატომ იყო შეუძლებელი, რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ 30 დღიანი ვადის დაცვა გახდა წარმოუდგენელი და შეუძლებელი მათთვის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. მე პირადად არ მაქვს ახსნა იმისი, თუ რატომ ჩქარობენ ესე, როგორც პარლამენტის ხდება მოიწვიეს აბსოლუტურად უკანონოდ, მოგეხსენებათ, რომ ისინი არ დაელოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით მოიწვიეს პარლამენტის პირველი სხდომა, ზუსტად ასე კონსტიტუციით და კანონით დადგენილი ვადების დარღვევით ატარებენ ახლა საპრეზიდენტო არჩევნებს. არჩევნები, რომელსაც ხვალ საქართველოს პარლამენტში ჩაატარებენ, იქნება უკანონო და არის ანტიკონსტიტუციური. ხაზგასმით ვამბობთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ხდება ყაველაშვილის პრეზიდენტად გამწესება, არამედ იმიტომაც, რომ კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები ირღვევა ამ არჩევნების ჩატარებით. შესაბამისად, ყველა ეს მოქმედება, რომელსაც ხვალ იმ შენობაში რუსთაველის 8-ში შევარდნილები რომ არიან და დაკავებული რომ აქვთ ხალხი განახორციელებს, ყველა ეს მოქმედება გამოცხადდება უკანონოდ და ძალადაკარგულად მაშინვე, როდესაც ამ ქვეყანაში დაბრუნდება სამართლიანი მართლმსაჯულება და შესაძლებელი გახდება ქვეყნის კანონიერ სივრცეში დაბრუნება.